როგორც ესე თვალი ყოველთვის გაურბის იმას, რაც მისთვის შეიძლება უხერხული იყოს და მე მგონია რომ ჩვენ როგორც ვთქვათ, დოკუმენტალისტების ამოცანა არის სწორედ ისეთი რაღაცების ჩვენება, რაც შეიძლება მართლაც იყოს უხერხული. აი ხშირად ვთქვათ, ყოფილა ესეთი კითხვა, რომ აი შენს ფილმში არ ჩანს მეორე მხარე და რომ შენი ფილმი არის შენი ხედვა. კი, ჩემი ფილმი არის ჩემი ხედვა და დოკუმენტური კინო ზუსტად იმით განსხვავდება ჟურნალისტიკისაგან, რომ ის არის სუბიექტური, ის არის კერძო კონკრეტული ადამიანის თვალთახედვა. და ზუსტად ამ თვალთახედვის წარმოჩენისას მე პირადად მიჩნდება კითხვა თუ სადამდე რა შემიძლია მაშინ გაჩვენო მე და რა დროს ვარ უკვე არასამართლიანი რაღაცის წარმოჩენისას. როგორც ავტორი ხარ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი, რომ მაყურებელს აჩვენო არა ინტერპრეტაცია, არამედ უფრო ღრმა და განსხვავებული ხედვა იმისა, რასაც თვითონაც ყოველდღე ისედაც ხედავს. 3 წლის წინ მოვხდი ამსტერდამში არის ესეთი კინოფესტივალი ITFA. თითქმის ყველა ფილმი ვნახე, რაც იყო ამ საკონკურსო პროგრამაში და მის გარეთაც. მაშინ მუშაობდი ჩემს ფილმზე, რომელიც თეო მახსენა, ბახმაროზე. და ეს არის ფილმი ბახმარო, რომელიც ჩემს იყო გამოწვევა როგორც ფორმა, ასე ვთქვათ, მე მინდოდა რომ შემექმნა ფილმი, რომელსაც ექნებოდა რაღაცა ფორმა და არ იქნებოდა მხოლოდ ამბავზე, ან რაღაცა პრობლემაზე დაფუძნებული. და ამ ფესტივალზე ფილმების უმეტესობა მე აბსოლუტურად შემძრა. ანუ ეს იყო ფილმები, რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, რომელიც იყო საკაცობრიო მნიშვნელობის და ყვებოდა კონკრეტულ უბედურებებს, ასე ვთქვათ რა, მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის უსვამდა კითხვას, რომ აი მეც მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო დოკუმენტალისტი, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხალხს აჩვენო ეს საშინელებები, რომელიც ხდება და აჩვენო იმ მიზნით, რომ ესეთი რაღაცები აღარ გამეორდეს, თუ იფიქრო რაღაცა ფორმაზე და რაღაცა არტისტიზმზე და ამ დროს ცოტა გულიამერია ჩემს თავზე, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად დროის და ფულის კარგვა იყო ასეთ რაღაც ფორმებზე ფიქრი, როდესაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდებოდა. თუმცა რა თქმა უნდა ეს იმდროინდელი შთაბეჭდილება იყო და იმ დროს დავყავ ეს დოკუმენტური ფილმები, რომელიც ასე ვთქვათ სოციალური პასუხისმგებლობის მქონენი არიან და ყვებიან ისეთ რაღაცებზე, რომელმაც შეიძლება ასე ვთქვათ სამყარო შეცვალოს. და მეორე ფილმები, რომელიც ეფუძნება ძირითადად ფორმას და არტისტიზმს, ასე ვთქვათ, და უფრო მეტად მას საავტორო დოკუმენტურ კინოს ეძახიან. მინდა რომ ერთი პატარა кейსი განვიხილოთ თქვენთან ერთად. კარგად გამოდგება საილუსტრაციოდ იმისათვის, რომ უფრო დეკონსტრუქცია გავაკეთო იმისა, თუ სად გადის ზღვარი ფილმში манипуляციასა და არამანიპულაციას შორის. ეშვენება დგას ჩოხატაურის ცენტრში. და ჩვენ იქ ჩავდიოდით წელიწად ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა დროს, ან ფაქტობრივად შინაურებებით ვიყავით ეგ, უკვე გვენდობოდნენ. და ამ ფილმში მე შევეცადე მომეყოლა ამბავი ერთი კონკრეტული შენობისა. აქ არის რესტორანი გამაგებული, რომელიც იყო ჩემი პირველი ინსპირაცია და ნახავთ რატომაც შეიძლება რომ ყოფილიყო, ძირითადად მისი ინტერიერის გამო. აქ იყო ჩინელების მაღაზია, აქ იყო სტომატოლოგია, რომელიც ფილმში საბოლოოდ არ მოხდა. აქ მერე გაჩნდა პოლიტიკური პარტიის ოფისი, აქ ერთი ქალი ცხოვრობს უკან, აქაც ერთი ქალი, რომელიც სახლიდან არ გამოდის, აქ ცხოვრობს ოფიციანტი, რომელიც აქ მუშაობს. მოკლედ ეს შენობა იყო ვთქვათ მიკროკოსმოსი, სადაც ყველაფერი ერთად მუშაობდა. და სადღაც შიგნით კიდევ ვიღაც გოგონას ასწავლია სიმღერას. ჩემი აქცენტი იყო რესტორანზე და ასე ვთქვათ ეს რესტორანი იყო მთავარი ქვაკუთხედი ამ შენობისა და იმისა, რაც შიგნით ხდება. ამ რესტორანში მუშაობდა ორი ქალი ძირითადად, რომელსაც თავიდან მივყვებოდი და ერთ კადრი, რომელსაც გაჩვენებთ, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მე გადავიყე. და ეს კადრი იყო ისეთი, რომელიც შევიდა თავდაპირველ ტრეილერში და არ ვიცი, ალბათ იცით, რომ ფილმის გადაღება, ეს არის მარტო გადაღება, ეს არის პირველ რიგში ფულის მოზიდვა. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ხანგრძლივი და ეს კადრი იყო ერთ-ერთი, რომელიც მე დამეხმარა, რომ ფული მომეზიდა ამ ფილმის დასრულებისთვის. ეს არის კადრი. ხალხობილასი ვერე თორე ხوارდიზანდი ახლა მას
ამ ფილმში რამდენად არის რაღაცები დადგმული. მაგრამ მე ვამბობ, რომ არაფერი დადგმული არ არის, იმიტომ რომ მე მათთვის არ მithქვავს, რომ ეხლა ეს გააკეთეთ, ეს გააკეთეთ, შემოდი, კარი გამოიხურე. მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თქვია. როგორც კი კამერის ობიექტივი თქვენსკენ მოიმართება, თქვენ ეგრევე იწყებთ თამაშს, ძალაუნებურად. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ადამიანებთან ჯამში 4 თვე გავატარე და ჩემს თავს ვარწმუნებ, რომ 4 თვის მერე, 3 თვის მერე მაინც ისინი კამერას ვეღარ ამშნევდნენ. რა თქმა უნდა, მაინც კამერა მათთვის იქ არსებობდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ნებისმიერ დოკუმენტური ფილმი არის დადგმა. დადგმა თუნდაც იმ გმირების მხრიდან, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში ეს არის ერთი კადრი, რომელშიც ყველაზე მეტად იყო ჩემი მხრიდან ჩარევა და ჩარევა მდგომარეობდა იმაში, რომ ცაცია იღებავს თმებს, ჭაღარა არის. და ერთხელ ნახე, როგორ იღებავდა თმებს და ძალიან მოწონს, რომ თმებს იღებავს და ძალიან ახალგაზრდებს თავს და გადაწყვეტა, რომ გადამეღო თუ როგორ იღებავს ცაცია თმას. და ვკითხე ცაციას, ნუ როდი შეიღებავ თმას. ცაცია მითხრა, არ ვიცი ამ დღეებში შევიღებავ, მეორე დღეს ვკითხე, მესამე დღეს, ერთი კვირის შემდეგ, ცაცია აღარ იღებავ თმას. ეს რა გამომიტყდა, რომ ფული არ მაქვს, რომ საღებავი ვიყიდო. მეთქი რა პრობლემაა, მე გიყიდი საღებავს. ანუ მოთხარ რომ ფილმის, ვთქვათ, ჯგუფი გიყიდით და ანუ არ პირადად ასე ვთქვათ. ცაცია მითხრა, რომ ვაუ, რა კარგი იქნება, ძალიან დიდი მადლობა, წავედით მაღაზიაში. და ვიყიდეთ საღებავი, რომელიც ღირდა 6 ლარი. აღარ მახსოვს რისი საღებავი იყო, ვერ ვარკვევი. და ცაციას რომ მოვუტანე ძალიან გაეხარდა, იმიტომ რომ თქვა რომ აუ რა კარგია, ეს ძალიან ძვირფასი საღებავია, ძალიან კარგად ღებავს და შევიღებავ. და რა ვკითხე, სად იღებავთ თმას როგორც წესი? მე ხარ რომ ტუალეტში. მე ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ ჩემს ფილმში ტუალეტი არ ჩანს და არაფერი საინტერესო არ არის, ძალიან პატარა ბნელი ოთახი არის და უთხარი რომ აი იქნებ რესტორანში შევიღებოთ თმა რა, აი დავდგათ სკამი და შევიღებოთ, რა მნიშვნელობა აქვს სად შევიღებოთ? მითხრა რომ კარგი, რა პრობლემა არის. ანუ ამ მხრივ აქ ამ მომენტში მე აღმოვჩნდი რომ მე რაღაცა დავდგი კი, მე და შევქმენი გარემო. თუმცა რაც კადრში ხდება, ეს აბსოლუტურად მისი თამაშია და არა ჩემი ინსტრუქცია. და ფილმი როდესაც დავამთავრე, პირველი პრემიერა გავაკეთე ჩოხატაურში. ჩოხატაურის ადგილობრივ კინოთეატრში. რომ გამოვედით ჩვენებიდან, მივხვდი რომ რაღაცა ნიტო იყო. და საბოლოო ჯამში აი აღმოჩნდა კიდეც რომ ადგილობრივებს ფილმი ძალიან არ მოეწონათ. არ მოეწონათ ძირითადად იმიტომ რომ ისინი წარმოჩენილი იყვნენ არა დადებითი კუთხით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც არ მოეწონათ ეს ფილმი იყო რომ ის რომ რესტორანში ჩანდა ანტისანიტარია. ეს ანტისანიტარია გამოიხატებოდა სწორედ ამ კადრში, როდესაც ქალბატონი თმებს იღებავს იქ, სადაც ადამიანები საჭმელს ჭამენ. ცოტა ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ყველას ერთმანეთს იცნობს და ყველას ცდილობს, რომ კომფორტულად იცხოვროს იქ და არ შეექმნას პრობლემა. ცაციამაც ეგრევე მისცა ინტერვიუ ადგილობრივ გურია ნიუს და უთხრა, რომ აი ვიღაცები მოვიდნენ, მე მიყიდეს ძვირფასი საღებავი, ეგეთ საღებავს მე არასოდეს თავზე არ დავიდებდი, მე სამლარიანი საღებავით მყოფნი და დამსვეს იქ და მითხრეს, რომ აი აქ გააკეთე ეს და მოკლედ ჩემი ბრალი არ არის. ნუ რა თქმა იყოს, მე თავი ვიგზავნე ძალიან დამნაშავედ, იმიტომ რომ ფაქტობრივად მე მას შევქმნი პრობლემა ამ ხალხს. და კი ეს იყო რაღაც მხრივ манипуляცია. თუმცა მე ვთვლი რომ მეორეს მხრივ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესი არის, ეს ფილმს იღებ, შენ მაინც ქმნი რაღაცა გარემოს, სულ ცოტა იქ ყოფნით კამერით. აი არის ესეთი რუსი რეჟისორი სერგეი დვორცოვი. სერგეიმ გადაიღო ეს 9 საათიანი ფილმი ყაზახეთში ოჯახზე, რომლებიც სტეპებში ცხოვრობენ, ყავთ ვთქვათ რაღაცა ფერმა და სეზონიდან სეზონ სხვა სეზონზე სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ და ვთქვათ მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. და ცხოვრობენ თავისთავად ძალიან ძიმე პირობებში, ვთქვათ, მათ არც წყალი აქვთ, არც რაღაცა საჭმელი წესიერი. საკმაოდ ჭუჭყიანი გარემო არის, ასე ვთქვათ, ჩვენი თვალთახედვიდან თუ შევხედავთ. და სერგეი ამბობდა, რომ მე ამ ფილმის გაკეთებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმმა მას წარმატება მოუპოვა და საერთოდ ასე ვთქვათ, ახალი მიმდინარეობასაც კი გაჩნდა მისი კინემატოგრაფია. პრობლემა ამ ფილმში პრობლემა შეუქმნა იმ ოჯახს და პრობლემა შეუქმნა ზუსტად იმ მიზეზით და მიზეზით ახლა მე თქვენ გითხარით ჩემ შემთხვევაში რომ ადგილობრივ მთავრობამ ყაზახეთის მთავრობამ თუ ადგილობრივმა მთავრობამ
დატუქსა ეს ოჯახი, რომ რატომ აჩვენე საზოგადოებას, საერთაშორისო აუდიტორიას ის თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობ შენ. რამდენიმე შესანიშნავი ფილმის მერე სერგეი Dvortsevim თქვა, რომ მე დოკუმენტური ფილმების გადაღებას ვწყვეტ, იმიტომ რომ თავს ვთვლი დემონად, რომელიც ვთქვათ манипуляციას ახდენს ადამიანებით და იყენებს მათ ყოფას რაღაცა არტისტული ფორმის შესაქმნელად. ეს რომ თავიდან მოვისმინე, ეს ნათქვამი ძალიან გამეცნო, რომ რა სისულელი, მაშინ მე დამწყები ვიყავი და ეს რა სისულელი, ანუ ესეთი რაღაცის იგნორი საჭირო არ, იმიტომ რომ თავისთავად რა თქმა უნდა რაღაცას იყენებ, მაგრამ ამისთვის სინდისის კენჭნა სისულელია. თუმცა რაღაცა გამოცდილების მერე მეც გამიჩნდა ეს გზნობა და საკმაოდ მძიმე გზნობა. მინდა გაჩვენოთ ერთი ფრაგმენტი, ბოლო ფრაგმენტი, ერთი რუსული დოკუმენტური კინოდან, სადაც ჩანს თუ როგორ იყენებს რეჟისორი მის ჩარევას ფილმში. ჩარევა მდგომარეობს იმაში, რომ რეჟისორი ქალს, ანუ დას ასმენინებს ჩანაწერს ერთ-ერთი გადაღებიდან. Viktor Kosakovski, რუსი რეჟისორი. ეს ფილმი ბელოვები, ესე ქვია ამ ფილმს, გვიყვება რუსულ სოფელში, სადღაც ვოლგის პირას, ყრუ სოფელში, ძმისა და დის ცხოვრებაზე, მათ თანაარსებობაზე, ესენი ერთ სახლში ცხოვრობენ. სხვა შორის ეს ფილმიც 90-იან წლებშია გადაღებული და დღეს უკვე ვიქტორ კოსაკოვსკიც ამბობს, რომ მას არ სურს გადაიღოს ფილმი უკვე რუსეთის სოფლებში, რომელიც ესე ვთქვათ ეგზოტიკა არის ევროპელი მაყურებლისთვის და ამ ფილმმა მართლა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა, ერთ-ერთი მისი პირველი ფილმია. მას არ სურს манипуლირება იმითი, რაც უცხო არის ვთქვათ ევროპელი მაყურებლისთვის და დოკუმენტური კინოს маყურებელი ძირითადად დღეს ევროპელი არის. Я пойду потопаю, да потеряю покою, посмотрите на меня, какая попка у меня. Мой муж арбуз, а я яблонька, когда мужа дома нет, а у меня лимонка. Свикаю, да вика, что чирикаю, тут позеду два завоз.